მოგესალმებით, მოკლედ ძალიან გვიხარია რომ უკვე მეორე ეპიზოდს წერთ ბოლოს სიტყვის ჩვენი ახალი პროექტის და რაც უფრო მეტად გვიხარია, კიდევ ორი ამბავი არის. ერთი რომ ჩართულობა საკმაოდ კარგი იყო პირველი ვიდეოსთვის და საკმაოდ კარგი რეიტინგი დაწერა პირველმა ვიდეომ და გარდა ამისა გამომწერებიც 200-ზე მეტი ყავს უკვე და ეს ძალიან მახარებს და მეორე უფრო დიდი ამბავი არის ის რომ ჩვენი კონცეფცია თავიდანვე რაც იყო, ეგ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება და ამისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით. გარდა იმისა, რომ მე ბექა პატურაშვილი, რატი მუნჯირი და გიორგი ცხვიტავა ვიქნებით თბილისიდან ამ პროექტის ნაწილი და წინა ეპიზოდშიც, პირველ ეპიზოდშიც იყო ჩვენთან ერთად თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი გუნდის წევრი დავიმატეთ, რომელიც იმუშავებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ პროექტისთვის, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი ია მეურმიშვილია ჩვენთან ერთად და მოგესალმებით ია. იმედია რომ ჩვენი ეს წამოწყება შენთან ერთად უფრო მრავალფეროვანი გახდება და მაყურებლისთვის საინტერესო. გამარჯობა და გვიხარია რომ თბილისი, ბრიუსელი, ვაშინგტონი სამკუთხედი შეიკრა და ახლა ყველაფერს ასაც განვიხილავთ სამი საფუძვლიანი პერსპექტივიდან შევხედავთ ხოლმე და საიდან როგორ და რა ჩანს იმაზე ვისაუბრებთ. ხო და ვიტყვით ხოლმე ბოლოს სიტყვას, ამიტომ ხალხო დაანებეთ თავის სხვადასხვა განხილვების ძიებას და იმახსოვრეთ რომ ყოველ კვირას შეგიძლიათ ხოლმე შემოიხედოთ ჩვენ არხზე, ნახოთ ახალი ეპიზოდი, რა ხდება მსოფლიოში, ყველაზე აქტუალური პროცესები, რა პოლიტიკური მოვლენებია მნიშვნელოვანი, ამ ყველაფერზე ჩვენ ვიტყვით ბოლოს სიტყვას და ცხადია ამ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოსთან კონტექსტში. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ გავიაზროთ ყველამ ერთად მით უმეტეს დღეს საინფორმაციო სივრცეში არსებული გამოწვევებიდან, დეფიციტიდან თუნდაც ასე ვთქვათ გამომდინარე, საჭირო არის რომ რაღაცნაირად გავიგოთ სად ვართ, სად მივდივართ და აი ამ პროცესებში რაც გლობალურად ხდება, სად არის საქართველოს ადგილი, ან თუ გნებავთ ესე ვთქვათ, სად უნდა იყოს საქართველოს ადგილი. სად გვინდა რომ იყოს საქართველოს ადგილი და დღევანდელი მთავარი თემა ერთ-ერთი რაც შევარჩიეთ, სწორედ აი ამ კითხვას უკავშირდება, სად გვინდა იყოს სამწუხაროდ ძალიან სწრაფად იცვლება ჩვენი ქვეყნისთვის მოვლენები და თუ ადრე პოზიტიურ კონტექსტში ახსენებდნენ ხოლმე საქართველოს, დღეს პირიქით ნეგატიური ტერმინი ჩნდება თანდათან საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში და ამას დაარქვეს საქართველოს სცენარი ნეგატიურ კონტექსტში და აი ამ თემაზე ვაპირებთ რომ ვისაუბროთ. გარდა ამისა შევეხებით ცხადია სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, რაც ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო და კიდევ უფრო ფართოდ. ამ ომის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველო და ქართული სცენარი არის ჩვენი საუბრის ძირითადი თემა. დიდი მადლობა იას, დიდი მადლობა თამარს, ბიჭებს მადლობა და მადლობა თქვენ, ვინც თვალს გვადევნებთ, ვინც ხართ ჩვენი გამომწერები, ვინც გვიყურეთ, ვინც შეაფასეთ და გთხოვთ რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ ყველაფერზე და ეს ქართული სცენარი რა მოვლენაა, რა ფენომენია, მაგი აუხსნათ თბილისიდან, ბრიუსელიდან და შეერთებული შტატებიდან. თამარია გისმენთ? მეც მაშინ იამდე ორ სიტყვას ვიტყვი, მხოლოდ მივესალმები იას და ძალიან მიხარია რომ შემოგვიერთდა და გენდერული ბალანსიც ნელ-ნელა უკვე ჩვენს გადაცემაში, როგორც ნამდვილი პროდასავლელები, ასე ჩვენთან არის დაცული და რაც გადავხედე ასევე პირველი ეპიზოდის გამოხმაურებებს, ძალიან მახარებს, უმეტესობა იყო პოზიტიური და იმ რაც თავარია იყო ინტერესი და გავაგრძელებთ თქვენ თვის საინტერესო თემებზე მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა. გითხარით კიდეც ეს როცა დავიწყეთ ამას საუბარი, რომ კარგ ხალხთან კარგი საქმის კეთება ყოველთვის მახარებს, თქვას რომ ძალიან მოხარული ვარ თქვენთან ყოფნით და რა ვიცი, ამოვნებით ვაშინგტონიდან რისი მოწოდება შემიძლია, ვეცდები მაქსიმალურად, რა ვიცი. მოგაწოდოთ ინფორმაცია და ნაჩვენ თქვენ გადაწყვეტეთ რა იფიქროთ ამაზე. რადგან ცხელი ამბავი გაერო და გამოსვლებია და თან ია დაგვემატა, პირდაპირ დავიწყოთ, მე მგონი, როგორ შეაფასებ ზოგადად იმ გამოსვლებს, რომელიც სოფლიო ლიდერებისგან მოვისმინეთ და მათ შორის როცა ჩვენ ამას ვწერთ ჯერ ჩვენი არალეგიტიმური გამოსვლის არ არის, მაგრამ რაც უკვე გამოსვლებია, ტრამპის აქცენტები ალბათ ძირითადად და ზელენსკის და არა მხოლოდ. მოიცა ეს იმ ფორუმზეა ლაპარაკი, ყაველა რო არის ჩვენგან წასული და ხო, კაი, დაგეწიეთ. ეს პატარა ხუმრობით.
ძალიან საინტერესო ნუ ყოველ შემთხვევაში პირველი 2 დღე ჯერ ისე მიმდინარეობს აქ ჯერ 2 საათია შუადღის ისე მიმდინარეობს უამრავი შეხვედრა გაიმართა გარდა იმისა რაც სიტყვები ვნახეთ სიტყვით გამოსვლები ვნახეთ გაეროს ტრიბუნიდან რა თქმა უნდა გაიმართა ძალიან ბევრი შეხვედრა თუ არ ვცდები ტრამპს დაახლოებით 30 შეხვედრა ქონდა გუშინ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ კომენტარში ესე თქვა თვითონ ანუ საკმაოდ დატვირთული დღე იყო და ასევე ძალიან დატვირთული იყო მისი სიტყვაც რაც ყურაცაღები იყო რამდენიმე ეტაპზე რა თქმა უნდა ეს ყურაცაღები იყო იმ მხრივ რომ ჯერ ერთი პირველად გააკეთა ისეთი განცხადება რომ თითქოს გადაიწია რაღაცნაირად ეს კომპასი უფრო მეტად უკრაინისკენ ის იყო ძალიან კრიტიკული გაეროს მიმართ ამბობდა რომ სიტყვა გახსოვთ ალბათ დაიწყო იმით რომ გაერო გააკრიტიკა იმის გამო რომ ჯერ ერთი სუფლიორი გაეთიშა სანამ დაიწყებდა სიტყვით გამოსვლას და მოუწია სიტყვის ნაწილის წაკითხვა და სანამ შენობაში შევიდოდნენ როგორც კი ესკალატორზე დადგნენ თვითონ და მელანია ტრამპი ესკალატორი გაჩერდა. ტრამპა საბოლოო ჯამში სიტყვა გახსნა იმით, რომ გაერო არაფერს არ მიკეთებსო. მიკეთებს კი არავა, აი არც სუფლიორი მუშაობს და არც ესკალატორი ეს რაღაცა დაემატა თითქოს იმ კრიტიკას, რაც გაეროს მიმართ გააჟღერა, რომ გაერო არაფერს არ აკეთებს ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომ თვითონ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც 7 ომი დაამთავრა უკვე, ეს მისი გათვლებით დაამთავრა 7 ომი ამ ბოლო 9 თვის განმავლობაში და ნუ რა თქმა უნდა ის აქცენტები რომლებიც გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვასთან ერთად ვფიქრობ რომ ხაზი უნდა გაუსვათ იმას რომ მან რამდენიმეჯერ ისაუბრა მედიასთან გუშინ და მათ შორის ისაუბრა მედიასთან ზელენსკისთან შეხვედრამდეც. ძალიან პოზიტიური იყო ეს სხვათა შორის. მან თქვა რომ აქაც რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოყოთ ალბათ. ერთი ის რომ უკრაინის მიმართ განსხვავებული მხარდაჭერა აჩვენა. მეორე ის რომ ერთ-ერთ შეკითხვაზე რუსეთთან დაკავშირებით, როცა რუსეთი არღვევს ნატოს საჰაერო სივრცეს, ნატომ უნდა გაუწიოს თუ არა წინააღმდეგობა, უნდა ჩამოაგდოს თუ არა, ეს თვითმფრინავები იქნება ეს თუ სხვა მფრინავი ობიექტები და ტრამპმა თქვა რომ კი ამას ეთანხმება. ეს ძალიან დიდი განცხადება, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ვიცით შეიცვლება თუ არ შეიცვლება. ხო, მაგრამ მანდ თან ბოდიში გაგაწყვეტინე, დაამატა რომ გააჩნია რა შემთხვევაშიო ეგეც. იმ შეკითხვაზე კი, შემდეგ მოგვიანებით თქვა, რომ გააჩნია რა შემთხვევაში ზუსტად არ ვიცი და ზუსტად უნდა გავიგოთ და ეს მაგალითად ბოლო დარღვევა რაც იყო ნატოს საჰაერო სივრცის, თქვა რომ კი არ ვიცი რა ხდება, გააჩნია რა შემთხვევაში, მაგრამ ის ერთი მოკლე კითხვა-პასუხი, რომელიც რაღაცა ნატოს წევრები ძალიან ელოდებოდნენ ამას, რომ რაღაც ტრამპს რაღაცა საჯაროდ დააფიქსირებინა პოზიცია, ეს პოზიცია დააფიქსირდა. დღეს სიკორსკიმ სწორედ ეს ნაწილი ამოიღო ამ ვიდეო გაცვლიდან ტრამპის პასუხის ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ ის ეთანხმება, რომ ნატომ ჩამოაგდოს ეს მფრინავი ობიექტები და როჯერ დეთ გადატვიტვაში თქვა როჯერ დეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაგებია შევასრულებთ მისიას. სამხედრო ტერმინი არის, საინტერესო იყო. როგორ? სამხედრო ტერმინია მაყურებლისთვის რომ გავმართოთ ვინც არის. ხო. სამხედრო ტერმინია ძირითადად შეერთებული შტატების ჯარისკაცები იყენებენ ამას, ესეც საინტერესოა. ცალკე აღნიშნის ამბავია ჩემი აზრით სიკორსკის სიტყვა თავად, რომელიც მე ძალიან მომეწონა. ალბათ ყველას თქვენთაგანს რა, ნუ ძალიან მოკლე დროში, ძალიან კაფეოდ ჩამოაყალიბა ყველაფერი, რაც უნდა ეთქვა რუსეთის დელეგაციისთვის მაგ მომენტში და რაც თავარია უთხრა რომ ხო თქვენ იმპერიაზე ოცნება დასრულებულია, ეგ არ მოხდება და ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ თუ ისევ დაარღვევთ ჩვენ სივრცეს. ნუ ეს ვინმეს თუ არ უნახავს უბრალოდ მაგისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეგ ამბავი. კითხვა მაქვს ერთი იასთანაც და თამართანაც. ჩემთვის პირადად ალბათ რავი დამეთანხმებით მეგობრებიც ტრამპმა ამ თავისი აქეთ-იქით პოზიციების ცვლილებით და ზოგადად იმ
უფრო მეტად ქმედებებით ვიდრე თქვათ რაიმე რიტორიკით. რიტორიკას ხშირად იცვლის, რომ ქმედებებით ტრამპმა და ტრამპის ადმინისტრაციამ ჩემთვის როგორც ამერიკის როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი დაკარგა, ასე ვთქვათ. და ფაქტია, რომ ევროპა ისე ვეღარ ენდობა, როგორც აქამდე ენდობოდა. და ამან გარკვეულწილად ეს გეოპოლიტიკური ბალანსი თითქოს ცოტა ააყირავა. ევროპიდან როგორ ჩანს ეს საკითხი, რამდენად ენდობიან, ახლა რამდენად შეიძლება ამერიკა იყოს ისეთივე სანდო, როგორიც იყო თქვა ტრამპის მეორე ვადამდე და თვითონ ამერიკულ საზოგადოებაში როგორ აღიქვამენ ამ საკითხს. მოდი რატი რომ დავიწყოთ ევროპით, თავიდანვე ტრამპის მეორე ამ კადენციისას დროს ძალიან ისე ფრთხილობდა ევროკავშირი და ზოგადად მერე უკვე მოვლენებმაც აჩვენა, რომ მაინც ევროპელები თვლიან, რომ უფრო მეტი თავის თავზე უნდა აიღონ, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ ფრიდრიხ მერცი, რომელიც ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ევროკავშირმა ბევრი რამ უნდა აიღოს თავის თავზე და ახლა სხვანაირად უნდა მომძლავრდეს და თავისებურად ის ასევე გერმანიის როლსაც უფრო მეტად ხედავს ამ ახალ თქვათ კონფიგურაციაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ხვდება და ხედავს, რომ ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინის საკითხის და ამ ომის გადაწყვეტა იქნება რთული, ამიტომაც რაღაც ალბათ აი ესეთი რბილი გადასვლა და ნელ-ნელა ეტაპობრივად მომძლავრება ევროკავშირის და დამოუკიდებლად რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირისთვის უფრო მისაღები იქნება, ვიდრე თუნდაც ესე რაღაც კონფრონტაციაში შესვლა და ღიად რაღაცეების დადანაშაულება და რაღაცა ღიად ტრამპის გაკრიტიკება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ აი ესეთი რბილი ტრანზაქციული რაღაცა შესაძლოა სიტუაცია იყოს, როდესაც ევროკავშირი ცდილობს არსებული ვითარებიდან უფრო მეტად თავის დამოუკიდებლად შიგნით გაძლიერდეს და გახდეს არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური და სავაჭრო მოთამაშე ამ რეგიონში, არამედ პოლიტიკური მოთამაშეც. ნახოთ რა გამოვა წლების განმავლობაში. კი, წლების განმავლობაში მინდობილი იყო ევროკავშირი, ყველამ კარგად იცის მაინც ძლიერ ამერიკას, ახლა გადაფასება მიდის და ნახოთ რა სიძამს ძველი ევროპა, როგორ მოახერხებს. აქაც წინა ფლანგზე არის ეგრეთ წოდებული ახალი ევროპა, რაც ახსენა უკვე ბექამ, აი ხედავთ პოლონეთი როგორი ისეთი კრიტიკული და აქტიურია, ბალტიის ქვეყნებიც ვაიმარის სამკუთხედი, თუმცა ესეც ხო, როგორც შემთხვი, დრო ჭირდება და ნახოთ ამ მხრივ მოვლენები როგორ წავა. დავამატებ მაშინ ახან ამერიკულ საზოგადოებაზეც იყო საუბარი. როგორ აღიქვამს ამერიკა ცოტა რთული საპასუხო კითხვა გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად პოლარიზებულია ძალიან ბევრი მიმართულება ამერიკაში, მედიიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურით გაგრძელებული. ტრამპის ბაზა რაც არის დაახლოებით 1/13 ესეთი მყარი შეერთებულ შტატებში ამომრჩევლის აბსოლუტურად ეთანხმება მას იმაში, რომ ევროპის მიმართ ის, რასაც ტრამპი აკეთებს, არის გამართლებული. არა მხოლოდ ამ საპრეზიდენტო ვადის დროს, არამედ წინა ვადის დროსაც ტრამპი ძალიან საყვედურობდა ევროპას და არა მხოლოდ ტრამპი, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ რა ვიცი, ბუშიც იგივეს ამბობდა, ობამაც თხოვდა ჯერ კიდევ 2%-მდე გაზრდას ნატოზე დანახარჯების. საბოლოო ჯამში პირველი ვადის დროს აიძულა, ასე რომ თქვა, ტრამპმა ნატოს მოკავშირეებს 2%-მდე გაეზარდა და ახლა იცით, რომ 5%-ია ეს 3.5 პლუს 1.5. ანუ ტრამპის ამომრჩეველი იზიარებს იმას, რასაც ტრამპი აქამდე ამბობდა, რომ ევროპა ბოროტად იყენებდა შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგას.
და ამისი შეცვლა, ისა რა ქვია, გლობალური უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე წარმოაჩენს ტრამპი ამას, რომ რაც უფრო მეტ თანხას დახარჯავენ თავდაცვაზე ნატო-ული მოკავშირეები, მით უფრო ძლიერი იქნება ნატო. შესაბამისად, ტრამპს არ მოუწევს შეერთებული შტატების რესურსის დახარჯვა ევროპის უსაფრთხოებაზე და მას შეუძლია ინდო-პასიფიკში თუ ინდო-წყნარი ოკეანის აუზში დაიცვა შეერთებული შტატების ინტერესები. ეს არის ძალიან ისეთი დიდი მონახაზი მაგაზე, რას ფიქრობს მისი ამომრჩეველი. მეორე მხარეს რაც შეეხება, იქნება ეს უფრო ცენტრისტი რესპუბლიკელები თუ დემოკრატები, ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის მიდგომა არის ხისტი და არასწორი და რომ მაგალითად მოკავშირეების ნდობის დარღვევა ძალიან დამაზიანებელი იქნება შეერთებული შტატებისთვის და შეგვიძლია ვთქვათ მაგალითად მოვიყვანოთ ის რომ 2001 წლის 10 სექტემბერს ამერიკამ არ იცოდა რომ 1 დღეში დასჭირდებოდა ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედება და შესაბამისად მოკავშირეების მხარდაჭერა ამაში. ასე რომ ძალიან ხშირად აფრთხილებენ ესეთი მაინც ცენტრისტი პოლიტიკოსები თუ მომხილველები რომ ჯობია რომ ევროპასთან კარგი ურთიერთობები გააგრძელოს შეერთებულ შტატებმა. ძალიან გამიგრძელდა ეს პასუხი, მაგრამ ერთს დავამატებ კიდევ. აი ამ ბოლო პერიოდში ტრამპი ძალიან კაფიოდ ჩანს ის რომ ევროპაზე ზეწოლას ახორციელებს, ნატოზე ზეწოლას ახორციელებს და აი ეს ბოლო თითქოს იმედის მომცემი განცხადებები რაც დავინახეთ, მაინც საბოლოო ჯამში მაინც ევროპას რაღაცნაირად ევროპას უბიძგებს იმისკენ, რომ შეწყვიტეთ რუსული ნავთობის ყიდვა, შეწყვიტეთ რუსეთის ომის დაფინანსება უკრაინის წინააღმდეგ, თუ გინდათ რომ ეს სანქციები დაგადოთ. ანუ დავადო რუსეთს. ანუ ამერიკის როლზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს და თითქოს ისეთი მხარდამჭერი განცხადებებია, მაგრამ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ იმას, რაში აკეთებს შეერთებული შტატების, რაში შემოჰყავს შეერთებული შტატები, გარდა იმისა, რომ იარაღის მიყიდვაზე უარს არ ამბობს და დაზვერვის გაცვლაზე უკრაინასთან. ამის გარდა ყველაფერი, რაც ამ ბოლო დღეებში ვნახეთ, მგონი რაღაცა ფორმით მაინც უკავშირდება იმ შეკითხვას, რაც თქვენ დავშვით, რომ როგორ აღიქვამენ ამერიკაში ერთი და მეორე ევროპა როგორ უყურებს ამას. ევროპის ნაწილი კითხვა აგერ თამარმა და აქედან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. ამერიკული საზოგადოების აი მაგ ნაწილში აღქმისთვის ალბათ ყოველ ჯერზე იმეორებს ბოლო გამოსვლებში რომ ნატო ყიდულობს იარაღს, ან ევროპის ქვეყნები ყიდულობენ იარაღს, ამას უსვამს ნატოს წილი ევროპის ქვეყნები. ხო, კი ბატონო. ანუ უკრაინისთვის იარაღს ყიდულობენ და ჩვენ არ ვჩუქნით, რასაც ამას ხშირად ამბობს, ხო? ანუ ეს პრინციპში აქამდეც იყო, მხოლოდ გუშინ და დღეს არ უთქვამს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლო განცხადებაზე გავაკეთებ ისევ აქცენტს, ის ნაწილი რომ უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება და ისევ იმ საზღვრებზე გასვლა, საიდანაც დაიწყო, რას ცვლის თქვენი აზრით? აი ეს ამ კუთხით მინდა რომ წავიდეთ ახლა, ანუ რას ცვლის აი პოლიტიკური აი ამ განცხადების ეს ნაწილი, სადაც ის უკვე აღიარებს თუ მანამდე ამბობდა რომ ზელენსკის არც ერთი კარტი არ ეჭირა ხელში, დღეს უკვე მიანიშნებს რომ რუსეთი არც ისე კარგად არის, ბენზინის რიგები დგას იქ და ასე შემდეგ და ნუ აი ყველა საზრი საინტერესო იქნება ამას. კაი, მაშინ მე დავიწყებ თუ წინააღმდეგები არ ხართ, ჩემი აზრით სამწუხაროდ აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის, სანამ ეს რჩება რიტორიკის დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს მისი ინაუგურაციის შემდეგ, მათ შორის რომ კარტები არ უჭირავს, მერე ის რომ მე დავეხმარები რომ დამთავრდეს ომი, მერე დამანგრეველი სანქციები იქნება 1 თვეში, არა 15 დღეში, არა 2 დღეში და საბოლოოდ ევროპას გადააბრალა. და საბოლოოდ დამნაშავე ეძება, ჯერ დამნაშავე იყო ზელენსკი, მერე დამნაშავე იყო პუტინი, მერე ანკოჯაში შეხვდა პუტინს და აღმოაჩინა რომ არა, ეს თურმე არც ისე ცუდი ბიჭი ყოფილა, მერე ახალი დამნაშავეების ძებნა დაიწყო და ევროპაში იპოვა დამნაშავეები. შესაბამისად, მე მგონია რომ ტრამპი ჯერ კიდევ რიტორიკაშია და შესაბამისად არ მგონია რომ რეალურ ცხოვრებაში რამე შეცვალოს, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში რაც გვაქვს არის
დახმარების კუთხით, ამერიკული დახმარების კუთხით თუ რაღაცა ცდებიან არასწორად მახსოვს ია გამისწორებს, ჯერ კიდევ ბაიდენის დამტკიცებული დახმარება, რასაც ქვია, ეს მიგზავრება უკრაინაში, რაც ახალია, ეს არის გაყიდვა. აკეთებს განცხადებს, რომ მე არ მინდა უკრაინის ომის ხარჯზე სარგებელი ვნახო, მაგრამ მაინც იარაღს რეალურად ყიდის. და აქვე ზუსტად ამ კონტექსტში შემოდის, როდესაც ტრამპი და მისი ეს ამომრჩეველი ფიქრობს, რომ დაუშვათ ბოროტად იყენებდნენ ამერიკის სიკეთეებს ევროპელები, ეს თავშიონ ცდარი მსჯელობა მგონია პირადად, იმიტომ რომ ამერიკა ამითი მსოფლიო დომინირებას იღებდა, ამერიკა ამითი იღებდა როგორც უფროსი ძმის ლეგიტიმურ სტატუსს, რომელიც ასე ვთქვათ, კეთილი პოლიციის როლში მოვიდოდა და დამეხმარებოდა, თუმე დამჭირდებოდა. ამისი ფასი იყო რეალურად ის, რომ ევროპა თავისი ნებით თქვა თანხმობა ამერიკის დომინირებაზე. დოლარის გაძლიერება, ამერიკის ეკონომიკის გაძლიერება, ამერიკული სამხედრო წარმოების გაძლიერება, ეს იყო ბენეფიტი, რომელსაც იღებდა ამერიკა იმისგან, რასარგებლოსაც ევროპა ნახულობდა მათი უსაფრთხოებით. შესაბამისად, თუ კი ამ მიდგომას არ გადააანალიზებენ, ასე ვთქვათ, ამერიკაში მგონია, რომ უბრალოდ დომინაციას დაკარგავს ამერიკა. შესაბამისად, ის რომ უკრაინასთან მიმართებაში რამე ამ ეტაპზე რეალურად შეიცვლება ამ განცხადებით მხოლოდ ცოტა სკეპტიკურად უყურებ. ხომ არ გონია რომ რამე განსხვავებული შეიარაღების პაკეტის ყიდვაზე თუნდაც იყოს რაიმე შეთანხმება იგივე ავიაციის ნაწილში. ანუ იცი რატომ ამბობ ამას, ზელენსკის ერთ-ერთი განცხადება შემოხდა, სადაც ის ამბობდა რომ მე ახლა რაღაც დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კომუნიკაციით. ამან იქნება უკრაინული სამხედრო წარმოების გაძლიერება უფრო მგონია. იქ ფულის დახარჯვა. მე ვეძებ უფრო პრაქტიკულ ნაწილში, რასაც შენ ამბობ პრინციპში, რომ რა შეიძლება იყოს. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ეს ბირთვული წვრთნები, რომელიც ახლა სულ ახალი ამბავი არის ევროპაში, ეს ბიორები გადმოფრინდნენ. კიდევ ჩვენ ნახეთ, რომ კომუნიკაციების ბირთვული არსენალის ნაწილის თვითმფრინავი დაფრინავდა, ასევე რაღაც წვრთნა ჩატარდა საფრანგეთში, ესეც რაღაცა ნაბიჯები არის ჩემი აზრით. გიორგი, შენ რას ფიქრობ? მე დავამატებ რამდენიმე დეტალს. ჯერ ერთი ნდობასთან დაკავშირებით ძალიან კარგი პასაჟი არის, იმიტომ რომ ზუსტად ქართულ სცენარზე, როდესაც ვისაუბრებთ, აი ეს არის ყველაზე სერიოზული ფაქტორი, ასე ვთქვათ, ნდობის საკითხი, ხო? ის, რასაც საქართველოში ვხედავ, უცებ საქართველოზე გადმოვალ, რომ მე გავშალოთ. ანუ რეალურად საქართველო არის ამ დაპირისპირების ნაწილი, მდგენელი არის ამისი და ჯერ კიდევ 2008-დან წამოვიდა, ხო? ანუ მანამდე ის რაც იყო, ის კიდე სხვა კონფიგურაცია იყო, მაგრამ 2007-ში, ანუ მიუნხენში პუტინის ცნობილი სიტყვის შემდეგ საზღვრების ურღვეობის პრინციპი ევროპაში დაარღვია სწორედ საქართველოს მაგალითზე, ხო? მერე მცდელობები ხელისუფლებების ცვლილების, მერე პირდაპირი მინიშნებები უკვე, მერე პირდაპირი, ასე ვთქვათ, ფაქტები ხელისუფლებაში მყოფი რუსული ინტერესების წარმომადგენლების თაობაზე. და აგერ ახლა 30-ზე მეტი ქვეყნის ელჩმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს უაზრო კრიტიკა მიმართ, ხო, არის ძალიან დამანგრეველი და დამაზიანებელი და კიდევ უარესი დამაზიანებელი, ეს ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია. გერმანიის ელჩის დაბარება დღეს საქართველოს საგარეო სამინისტროში, რაც არის პრინციპში უპრეცედენტო, ანუ აქამდე არ ყოფილა. გერმანია ის ქვეყანა არის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა პირველმა, ხო? და გერმანია იყო ძალიან სკეპტიკური 2008 წლის ჩათვლით, ანუ მეპის არ მიღების თაობაზე, ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაშიც გერმანია იყო, ასე ვთქვათ, აი ამ უარყოფითი სიის სათავეში და ჩვენმა სამხედროებმა გამოასწორეს ეს ყველაფერი ერაყი, ავღანეთი, კოსოვო და ასე შემდეგ. და მათ მიერ მოპოვებული ეს ნდობა და გერმანიის შემოტრიალება, ხო, იყო ძალიან დიდი მიღწევა, რამაც საბოლოო ჯამში უვიზოც მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი, მოგვიტანა ნატოსთან ასპირანტობის სტატუსი და ნუ ასე შემდეგ უამრავი რამ და ახლა აი ამ ნაშენების აბსოლუტურად განადგურება მიმდინარეობს, ხო? და ვის ინტერესში არის ეს თუ არა რუსეთის? კონტრ სხვა დაინტერესებული მხარე არ არის და ანალოგიურად ეს შეგვიძლია გავშალოთ რაზე არის საუბარი. მოლდოვასაც შესაძლოა იგივე დაემუქროს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ნაბიჯით ამ შემთხვევაში უკვე ჩვენზე წინ არის. რაზეც საუბრობენ მაგალითად უკრაინაში და ძალიან დიდი შიშით საუბრობენ ამაზე და ცდილობენ რომ გაანეიტრალონ ეს
ხმები და JP Morgan-ში დაიბეჭდა 2020 ამ წლის აგვისტოში უზარმაზარი მასალა, სადაც პირველად იყო გამოყენებული ეს ფრაზა ქართული სცენარი და გულისხმობდა, მთლიანად შემოტრიალებას, კურსის შემოტრიალებას, მოკავშირეებთან ყველანაირი ძაფის ჩაჭრას და მთლიანად სხვა ორბიტაზე გადაჯდომას, ხო? ეს შიში ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და ეს საფრთხე აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ვისაც უგრძნია თავის ტყავზე. დიახ, და მთელი პრობლემა რაშია კიდე ქართული სცენარის არის მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სამხედრო პროექტი, რომელიც ესე რუდუნებით შენდებოდა და თქვენ ძალიან კარგად იცით ყველამ, ეხლა ვინც საუბრობთ, რა ენერგია იყო დახარჯული ამ ყველაფერზე, ფაქტობრივად ყველაფერი გაჩერდა. მათ შორის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში გაგზავნის თემაც. პრაქტიკულად ბოლო დღეებს ითვლის და ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენ პირად შემადგენლობაზე, ხო, იმიტომ რომ გაჩნდება გეპი რაღაცა, ხო, ფანჯარა, ძალიან დიდი. მით უმეტეს იმ გადინებას თუ გავითვალისწინებთ, რაც არმიაში არის. ჩვენი მზადყოფნის ქვედანაყოფები, სწრაფი რეაგირების, NRF-ი, ნატო სწრაფი რეაგირების ძალებში ვინც უნდა ჩასულიყო, ვისაც უკვე აქვს ორი სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული და გავლილი, ეს ხალხიც არის პრაქტიკულად ჰაერში დარჩენილი, იმიტომ რომ თუ არ იქნები ნატოს მოკავშირე, ხო ვის რა სჭირდება შენი ამბავი, ხო? პოლონელებთან მიმართებაში ძალიან საინტერესო პროცესი არის, იცით რომ სპეცდანიშნულების ბრიგადასთან ძალიან მჭიდრო კავშირში იყვნენ და ისინი ცდილობდნენ რაღაცების გაკეთებას და ეს ბეწვისზე არის ჩამოკიდეული პრაქტიკულად და სამხედრო პოლიციის მაგალითად პროექტი, რომელსაც ასევე ჩვენი პარტნიორები კურირებდნენ, პრაქტიკულად გამოთიშული, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ჩაჯდებოდა ნატოს სამხედრო პოლიციის დიდ ნაწილში და ერთად რაღაცებს გააკეთებდნენ და ეს ყველაფერიც არის ასე ვთქვათ დაკიდებული. ქართული სცენარი არის ძალიან მძიმე და იმ კონტექსტში რაშიც ჩვენ ვსაუბრობთ, ჯდება პირდაპირ, ხო? პოლონეთმა იცის ეს ძალიან კარგად, რას ნიშნავს, ფინეთმა იცის ეს ძალიან კარგად, ხო? ყველამ იცის და ის, რასაც რუსეთი აკეთებს, გაეროს სხდომამდე, ხო, მაგალითად, დრონების შეფრენა დანიის საჰაერო სივრცეში, ნორვეგიაში, უშუალო სამეზობლოში, ხო, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ნორვეგია არის ნატოს ის წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს პატარა საზღვარი, მაგრამ საერთო საზღვარი რუსეთთან, ხო? არ არის საუბარი ფინეთსა და შვედეთზე, რომლებიც ახლა გახდნენ ნატოს წევრები და იქ უკვე ძალიან გრძელ მონაკვეთზეა საუბარი. ასე რომ თამარ შენთან გადმოვალ მე ამ კითხვით, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელში რამდენად კარგად აღიქმება. აღმოსავლეთ ევროპაში გასაგებია, მაგრამ ბრიუსელში მაჯისცემაზე თუ უდევთ, ასე ვთქვათ, ხელი. კი, ძალიან საინტერესო იყო შენი მოსმენა, გიორგი, და ამ პოლიტიკურ სეზონში პირველად ძალიან ყველასთვის ნაცნობი გამოცემა პოლიტიკომ სწორედ დაწერა, მაშინ როდესაც მოლდოვაში ვიზიტით ჩავიდა სამი ქვეყნის ლიდერი, ვაიმარის სამკუთხედის, დონალდ ტუსკი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი და გამოცემამ დაწერა, რომ ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ მოლდოვაში მაინც თავიდან იქნეს აცილებული ქართული სცენარი, ასე იყო პირდაპირ გამოყენებული ეს ფრაზეოლოგია და დიახ, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არის სრული აღქმა თუ რას წარმოადგენს რეალობაში ქართული სცენარი. მაშინ, როდესაც ქვეყანა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა საუკუნეების განმავლობაში აფიქსირებდა და დღესაც აფიქსირებს სწრაფვას ევროპულ ოჯახში, როდესაც ქვეყანამ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო რეფორმების გატარება და სწრაფად ამ გზაზე სიარული და ეს რასაც შენ ამბობდი, ნდობის მოპოვება პარტნიორებში, რომ მართლაც საქართველო არის ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორი და იმსახურებს ამ ოჯახში ყოფნას და იმსახურებს იმ ბენეფიტებს, რაც ყველაზე წარმატებულ პროექტს ევროკავშირს აქვს, ეს ინერციით გაგრძელდება
გამრავლდა 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ცვლილების დროსაც და პირიქითაც კი ეს ერთი პლუსი ისიც იყო რომ შვიდობიანად მოხდა ხელისუფლების ცვლილება, რამაც ერთი ბენეფიტი ევროკავშირის თვალში კიდევ დაუმატა საქართველოს, რამაც მოგვიტანა სწორედ უვიზო მიმოსვლა და ამ უვიზო მიმოსვლით სარგებლობს 10,000-ობით, 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამ უვიზო მიმოსვლამ გააკეთა ის, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს ასე მარტივად ვერ ართმევენ ამ არჩევანს და დღეს 300 დღეზე მეტია, რაც ჩვენი მოქალაქეები იცავენ ამ არჩევანს, რადგანაც მათ ძალიან ბევრს თავისი თვალით აქვს ნანახი და ხელშესახებად ანუ იციან რაზეა ლაპარაკი და რა შეიძლება რომ დავკარგოთ. ამას ინერციით მოყვა კანდიდატის სტატუსი, რადგანაც გათვალისწინებული იყო სწორედ მოსახლეობის ეს ბრძოლა და ნება, თუმცა დღეს განულებული არის ნდობა ქართული ოცნების მიერ, რომელიც უნდა ვთქვათ, რომ de facto ხომ ხელისუფლებაში არის და რას ვხედავთ, რომ აბსოლუტურად, აი რაც თქვენ თქვით, მიავდება და გაცამტვერებული არის ყველა ის აგური, რომელს ასე ნელ-ნელა ადებდა სახელმწიფო და მიდიოდა წინ და საპირისპიროდ მიდის სრული წარმოუდგენელი თავდასხმები ევროკავშირზე, პირდაპირ პერსონალური თავდასხმები თუნდაც ევროპელ პოლიტიკოსებზე, დეპუტატებზე, გრევა ინსტიტუციების და ჰიბრიდულად ხდება ეს ყველაფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას ერთი მხრივ ეუბნებიან, რომ არა, პირიქით ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მაგრამ აი ევროკავშირი ჩვენ არ გვაფასებს, თუმცა საქმეზე ჩანს, რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მივდივართ და ევროპა ხედავს, რომ შეუქცევადი პროცესია დაწყებული და არც ვიცი მათთვისაც ახლა კიდევ ერთი გამოწვევა არის, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იქნეს შეჩერებული და საქართველოს როგორ შეიძლება დაუბრუნდეს უკან ევროპული განვითარების გზას და ეს ყველაფერი როგორც თქვი ჰიბრიდულად მოხდა, რბილი ძალით მოხდა, თუ არ გავითვალისწინებთ ახლა 2008 წლის ომს და მაშინ ასეთ პირისპირ შეხებას რუსეთთან, სწორედ 2008 წლის შემდეგ რუსეთი ჰიბრიდულ მეთოდებს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს მთლიანად თავის ვექტორზე იყოს გადაყვანილი. და ევროკავშირში ამას უკვე ძალიან კარგად ხედავენ, თუმცა მე მრჩება იმის განცდა, რომ ჯერ არ იციან, აი როგორ უნდა იმოქმედონ, რა სტრატეგია უნდა ქონდეთ, რომ ეს სტრატეგია იყოს წარმატებული, რადგანაც საკმაოდ ძალიან ისეთი წარმატებული მეთოდები, რომ უკვე ყველასთვის ცნობილი ეგრეთ წოდებული რუსული პლეიბუქი გამოვიყენებ ამ სიტყვას, არის საქართველოში ძალიან აქტუალურად გამოყენებული და მაგალითად ალბათ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ახლა მთელი ყურადღება გადატანილია მოლდოვაზე, რომ იქან არ განმეორდეს ამ თვის ბოლოს იგივე სცენარი და საქართველოს რაღაცნაირად აი ამ პოლიტიკური სეზონის დასაწყისისთვის ჩამოვიდა დღის წესრიგიდან და აი დარჩა ეს ტერმინი ქართული სცენარი. ხო, აი ქართული სცენარი და აქ ალბათ ჩვენი აი ჟურნალისტური მოვალეობაც და რაღაცნაირად აი უნდა ვეძებოთ გზები და ნახოთ გამოსავალი რა არის, რომ საქართველომაც შეძლოს თავი დააღწიოს ამ ქართულ სცენას, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება და თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ, თუნდაც 27 ქვეყნის საელჩოს წერილი და დღეს გერმანიის ელჩის დაბარებაც, აი ეს ყველაფერი ამ ქართულ სცენარშია, ყველაფერი აი ამ ხაზით მიდის, ძალიან თვალნათელია, თუმცა მთავარი გამოწვევა არის, როგორ უნდა გადაურჩევთ ამ ყველაფერს. აი ქართული ოცნება ახსენა ეხლა თამრამ და მე პირადად ქართული ოცნების და თეთრი სახლის ურთიერთობა ამაგონებს აი იმ ძალიან ცნობილ ინტერნეტ შარჟს. გიყვარვარ თუ კიდი ხარ, გიყვარვარ თუ კიდი ვარ და ეს პინგ-პონგი რომ მიდის რა, დაახლოებით ეგეთია რაღაცა წერილს გამოაცხობენ, ისინი არ პასუხობენ, ესენი კიდე წერილი, ისინი კიდე არ პასუხობენ.
რა მაგალითები და სცენარები აქვს ამერიკას დაუშვათ რეჟიმების არაღიარების და ქვეყნების და მოქალაქეების მხარდაჭერის ან ის რა ქვია ან პირიქით ხო ქვეყნების დასჯის და რეჟიმების არასწორი საქციელების გამო ასე ვთქვათ რა სცენარებია და აი ჩემს შედარებას როგორ გამოეხმაურები რამდენად სწორად ვხედავ ქართული ოცნების და თეთრი სახლის ურთიერთობებს უცნაური ურთიერთობა ჩემი გადმოსახედიდან რასაც ხედავ იმიტომ რომ ეს წერილობით კომუნიკაცია არ ვიცი რამდენად სერიოზულად აღიქმება ალბათ წერილობის მიზანი უფრო მეტად შიდა მოხმარება და არა ის რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განცხადება ნახოს ქართულ მედიაში გამოქვეყნებული წერილის შესახებ და მერე პოლიტიკა შეიმუშავოს ამაზე ეს რა თქმა უნდა არ არის სერიოზული მიდგომა საინტერესოა ძალიან მიხეილ ყაველაშვილის შეხვდება თუ არა ტრამპს გაეროში არ ვიცით მე არ ყოველ შემთხვევაში არ მსმენია ამის შესახებ ძალიან საინტერესო იქნება ამაზე დაკორვება და ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება თუ შედგა ეს შეხვედრა. ამ კონტექსტში დავამატებ იმას, რომ უამრავი ქვეყანა ხვდება პრეზიდენტ ტრამპს. ამ გაეროს ზოგი შეხვედრა 5 წუთია, ზოგი 3 წუთია, მაგრამ რაღაც მაქსიმალურად ცდილობს ტრამპი, რომ ჩართულობა ჰქონდეს ბევრი ქვეყნისგან, ეს ჩართულობა ძირითადად მაინც ამერიკაში რაღაცა ინვესტიციების შემოტანას უკავშირდება, მაგალითად უზბეკეთის პრეზიდენტთან ჰქონდა გუშინ შეხვედრა, სადაც უზბეკეთმა თქვა, რომ 105 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია შემოაქვს ამერიკაში, ან უბრალოდ რაღაცა ყიდულობს ამოდენობის თანხის სანაცვლოდ ამერიკულ პროდუქციას და მან მადლობა გადაუხადა ტრამპს იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაასრულა, ასე ვთქვათ და რომ ნობელის პრემია ნამდვილად ეკუთვნის. რატომ იყო ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რაღაც რეგიონთან, მაინც რუსეთთან ურთიერთობაში თქვათ უკრაინასთან მით უმეტეს უზბეკეთის ეს ფრთხილი მიდგომა რუსეთთან და უკრაინასთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ასეთ დონეზე შეერთებულ შტატებთან და რაღაცა ძღვენით მოვიდა და როგორც ჩანს ტრამპი დაპირდა რომ ჩამოვა პირობას გაძლევთო რომ დავფიქრდები იმაზე რომ გესტუმროთ რეგიონშიო ძალიან დიდი მოვლენები ხდება საბოლოო ჯამში და ეს ქართულს ისევ წავედი სადღაც მაგრამ ქართულ ოცნებას ამერიკის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა ვფიქრობ რაღაცა აცდენილია რაღაცა მართლა ქართული სცენარით მიდის ეს ურთიერთობის მართვა საქართველოსთან რომელშიც ამერიკა არ არის ჩართული მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი იყო ელჩთან ურთიერთობა ბოლო ორი ელჩისგან მეტის კიდევ მაგრამ ბოლო ორი შემთხვევაში განსაკუთრებით ურთიერთობის დაალაგება და ნორმალიზება თუ გინდა პირველი პრეზიდენტის პირველი წარმომადგენელი შენს ქვეყანაში არის ელჩი და როგორ შეიძლება მასთან კონდეს ცუდი ურთიერთობა და რაღაც იფიქრო იმაზე რომ პრეზიდენტთან გექნება კარგი. და ძალიან მოკლედ ამ შედარებებთან დაკავშირებით რაც ამ ადმინისტრაციას რაც განასხვავებს ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად წინა ადმინისტრაციებისგან მათ შორის ტრამპის პირველი ადმინისტრაციისგანაც არის ის რომ არის ფაქტობრივად გადართული ამერიკა ეკონომიკურ რაღაცა სიკეთეების მოტანაზე საკუთარი თავისთვის ეს ამერიკა უპირველეს ყოვლისა საბოლოო ჯამში მაგას ნიშნავს ამერიკას შემოიტანოს რაც შეიძლება დიდძალი ფული ქვეყნებთან ურთიერთობები სწორედ ამას უკავშირდება მაინც ჩვენ ძალიან იშვიათად მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს ტრამპის განცხადებაში ამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც ნათქვამი სიტყვა ადამიანის უფლებები მაგალითად არის გამოყენებული საერთაშორისო მიმართულებით ვაბა თუ კი გამოიყენება კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებები დემოკრატიული არჩევნების რაღაცა ღია და სუფთა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ეს ტერმინოლოგია არ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის შიგნით არის ამასალბად. და ამ გადმოსახედიდან ძალიან რთულია ეს რაღაც დემოკრატიული გადახოვა თუ აქვს ქვეყანას, როგორი იქნება ადმინისტრაციის პოზიცია, ამისი განსაზღვრა. მაგრამ ორი მაგალითი ჩემთვის რაც ვფიქრობ რომ ამ კონტექსტში ღირს ხსენებად
ერთი არის, რა თქმა უნდა, ვენესუელას შემთხვევა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ საჯაროდ განაცხადა ის, რომ ვენესუელაში არალეგიტიმურია ვენესუელას მთავრობა. და ეს მოყვა იმას, რომ არჩევნების შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან რომ წავიდე ვენესუელაში არჩევნების ჩატარების შემდეგ, განცხადება არ გაკეთებულა არანაირი, უბრალოდ მარკო რუბიო მაშინ თქვა, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერევა არც ერთი ქვეყნის არჩევნებში, ეს შეერთებული შტატების გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები სამართლიანი იყო თუ არ იყო სამართლიანი, დაახლოებით ესეთი განცხადება გააკეთა რუბიომ. მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ის, რომ თქვეს, რომ იცი არჩევნები ძალიან ცუდად ჩატარდა, მადურო მოიპარა არჩევნები და შესაბამისად ვენესუელას მთავრობა არის არალეგიტიმური. ამას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შედეგი მოჰყვება შემდეგ არალეგიტიმურად აღიარების. მეორე მაგალითი არის ბოლსონაროს შემთხვევა, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, რომელსაც ტრამპთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს წინა ვადის დროსაც, შემდგომაც, ისიც ესეთი მაგა ტიპის პოლიტიკოსია, რა თქმა უნდა, ბრაზილიაში ვიყავთ. და ცოტა ხნის წინ ბრაზილიის ახალმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაესამართლებინა ბოლსონარო რამდენიმე სხვადასხვა მძიმე ბრალდებით, მათ შორის კორუფცია, მათ შორის ძალაუფლების უხეშად გადამეტება, ბოროტად გამოყენება ასე შემდეგ. და თუ არ ვცდები, გუშინ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასანქცირა იმ მოსამართლის ცოლი, რომელმაც ბოლსონაროს წინააღმდეგ გამომტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ანუ ეს პირველი ნაბიჯია. სავარაუდოდ ამას მოჰყობა კიდე რაღაცა მეორე, მერე მესამე. ანუ ამით გასათვალისწინებელი ალბათ ის არის, რომ თუ ყურადღება მიიქცია ტრამპის ყურადღება მიიქცია რაღაცა საკითხმა ან თემამ, ან თუნდაც ინდივიდუალურმა პირმა, მაშინ არ არის გამორიცხული ის, რომ მან რაღაცა ისეთი დრამატული გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც მაგალითად ბოლსონაროს შემთხვევაში ვნახეთ. და ერთი უბრალოდ ძალიან მოკლედ იმას დავამატებ, რომ უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რა მოხდება ორბანთან დაკავშირებითაც. მაშინ, როდესაც გაეროში საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობგაზისა და ნავთობის ყიდვა, ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა სწორედ უნგრეთს, რომ უნგრეთი 100%-ით არის დამოკიდებული, დიდი პროცენტულობით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ნავთობზე და რომ ის ორბანი უარს აცხადებს ამ ნავთობის შესყიდვაზე და ტრამპმა თქვა, რომ ალბათ თუ მოუწევსო დაახლოებით ესეთი იყო. დაველაპარაკები ვნახოთ რა გამოვა. დაველაპარაკები და ვნახოთო. ასე უნდა ვნახოთ ორბანი, მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო ესეთი case study დასაკვირვებლად გამომდინარე მისი ახლო ურთიერთობისა ტრამპთან და ახლა აი აბსოლუტურად საწინააღმდეგო მხარეს დგას ტრამპისგან, როცა ტრამპი ევროპაზე ზეწოლას ახდენს. მაგ სიტუაციაში, მაიცი რა არის საინტერესო, ნახე მაგ სიტუაციაში პრინციპში ქართული ოცნება ეყრდნობოდა და თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციასთან მისავალ გზად ორბანი ესახებოდა და ძალიან იმედი ჰქონდა მისი მხარდაჭერის და ამ სიტუაციაში მაშინ ასევე საინტერესო იქნება თუ კი ორბანს თავის პრობლემები გაუჩნდება ტრამპთან, რამდენად შეძლებს დაეხმაროს და მედგვარი ლობიზმი გაუწიოს თუნდაც ქართულ ოცნებას ტრამპთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან. ანუ ამ ხრივად შეიძლება ქართულმა ოცნებამ ასეთი ერთი საყრდენიც დაკარგოს, ესე გამოდის. გუშინ ამ გამოსვლების და განსაკუთრებით მე ტრამპის Truth Social-ის ნახვის მერე რაღაცა ვფიქრობდი, რომ მეთქი რაღაც დღეს კარგი დღე იყო რაღაცნაირად თქო და მე ისიც ვიფიქრე, რომ ორბანისთვის და პუტინისთვის არც ისე, მაგრამ სხვებისთვის ორბანთან მიმართებაში რისი დაზუსტება მინდა, იცი? წინა კვირაში თუ მიხსება რომ გავალყოთ, ჩვენ ვნახეთ, რომ უნგრეთს ამერიკამ სავიზო გაუმარტივა თუ გაუუქმა საერთოდ. ეს ამდენად აღიქმება ორბანის დახმარებად მოახლოებულ არჩევნებში, რომელზეც სერიოზული პრობლემები აქვს რეალურად და დიდი შანსია რომ ვერ მოიგოს. როგორ ფიქრობთ?
სავარაუდოდ შიდა მოხმარებისთვის იყო, იმიტომ რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ზოგადად საკმაოდ მარტივია ამერიკის ვიზის მიღება, ძირეულად არ შეცვლილა არაფერი. უბრალოდ ეს რაღაცა პოლიტიკური ფინტია, რომლითაც ვფიქრობ, რომ ადმინისტრაცია თვითონ ტრამპი თუ არა ყოველ შემთხვევაში ადმინისტრაციის ეს ძალიან მაგა ნაწილი ეხმარება ორბანს არჩევნების მოგებაში. ესე შევაფასებდი მეც კი. მე მქონდა კითხვა, ანუ ის საქართველოზე რომ გავაგრძელოთ საუბარი და გამოსავალს ახსენებდით. სერიოზული გამოწვევა ახლა ბევრისთვის რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ამ შემთხვევაში საუბრობთ ევროკავშირის და შტატების დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. პროტესტის როლი აი ამ მთელ ამბავში და საზოგადოების ჩართულობა მინდა რომ შემოვიტანო ახლა და თამარა ამბობდა ესეთ რამეს რომ მანდ ვინც ახლა თბილისში ან ქუჩაში დგას, მათ ძალიან კარგად იციან რის დაკარგვის საფრთხესთან გვაქვს საქმე. მაგრამ არის ჩვენ ვხედავთ ამას ყოველდღე ჩვენ საზოგადოებაში რაღაცა სხვა დიდი ნაწილი, რომელიც ასე ფიქრობს, იქიდან გამომდინარე რომ პროპაგანდა ეუბნება ამას, რომ მოიცადეთ, ეს პოლიტიკური თამაშებია, არავინ არაფერს არ დაკარგავს და ყველასთან დაალაგდება საბოლოოდ. ანუ ყოველ შემთხვევაში მათი პროპაგანდის სამიზნე აუდიტორიისთვის ეს არის ერთ-ერთი საკვანძო გზავნილი, რასაც რა ვიცი, ჩემი დაკვირვებით, რასაც ვხედავ და ამიტომ თუნდაც ის ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია დასავლური ინტეგრაცია, აუცილებელია ვიზო მიმოსვლა და ასე შემდეგ, რაც არის ეს მთავარი თემები, რაღაცნაირად პასიურია ამ ყველაფრის გამო და ფიქრობს, რომ ერთი წუთი ყველაფერი დაალაგდება ქვეყანაში, რაღაცა ფული შემოდის რაღაცა კარგი მანქანები მოძრაობს თბილისში და ასე შემდეგ, ანუ ეს ყოფითი საკითხები თვალსაჩინოა, რომ რაღაცები იცვლება, რის ხარჯზე კიდე სხვა თემაა და როგორ, მაგრამ თქვენს მიმართ კითხვა ესეთია, რომ რამ შეიძლება უბიძგოს საზოგადოების აი ამ საკმაოდ დიდ ნაწილს პროცესის უფრო ცხადად გააზრებისთვის, თორე ვისაც გააზრებული გვაქვს და ვიცი, აქციასაც უერთდებით და პოზიცია გაგვაჩნია, აქ ყველაფერი ისედაც გასაგები არის. ანუ რა შეიძლება იყოს პოლიტიკური ნაბიჯები ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდანაც და შტატების მხრიდანაც ადეკვატური იმისთვის, რომ აქ ვიღაცებს კითხვები მოეხსნათ, რომ არავინ არაფერთან არ ლაგდება, არც ტრამპთან ლაგდება, არც ევროკავშირთან ლაგდება და ეს ყველაფერი არის ტყუილი. მოდი ეს კითხვა უცებ ამ კითხვით გადავიდეთ იასთან, იმიტომ რომ იას დრო აქვს შეზღუდული და პატარა კომენტარი და ამითი ია დღეს დაგვემშვიდობება, მაგრამ უკვე მესამე გადაცემასზე სრულად შემოგვიერთდება. ხო, საინტერესოა სხვათა შორის ეს შტატებიდანაც როგორ ჩანს აქაური პროტესტი. ჩვენ ამას ქუჩის მეორე ბოლოში ვხედავთ და ახლოდან უყურებთ ამ ყველაფერს და ყოველდღიური დინამიკა ვიცით. ჩვენ ვიცით რომ ერთი წელია თითქმის ეს ყველაფერი გრძელდება, მაგრამ საინტერესოა შორიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი. ცოცხალი რამდენად არის აი ამ დისტანციიდან ვთქვათ ეს პროცესი და ხო, რას ფიქრობ შემდეგ უკვე ნაბიჯებზე კი. სამწუხაროდ შტატებში ასე რომ ვთქვათ, რომ პროტესტის 300 დღე, 300-ზე მეტი დღე თუ არ ვცდები დღეს 301-ია. ისეთი აქტიურობით არ შუქდება და არ არის ისე აქტიურად მედიაში საუბარი, როგორც ეს იყო პროტესტის დასაწყისში. იმ წრეებში, სადაც საქართველოს გულშემატკივრობენ და ძალიან მხარს უჭერენ, იმ წრეებში იციან პროტესტის შესახებ. თუმცა არც ისე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ არც ისე აქტიურად მიმდინარეობს ამაზე საუბარი, როგორც შეიძლება ევროპაში მიმდინარეობდეს და როგორც რა თქმა უნდა თქვენ ხედავთ მანდ, როცა უშუალოდ უყურებთ მოვლენებს. რაც შეეხება ურთიერთობის დაალაგებას, არ ვიცი, ეს თავიდანვე ვამბობდი, რომ რაღაცა არ მესმის რას ნიშნავს ეს დაალაგება ქვეყნებს შორის, აგე დაალაგებული აქვს ორბანს პუტინსა ტრამპთან, მაგრამ შეიძლება რაღაცა არ ვიცი, სანქციები არ ამგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ზომები მიიღოს ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ რაღაცა უნგრეთი თავისკენ შემოატრიალოს. ანუ ამერიკის ეს ადმინისტრაცია არის ჩემს მახსოვრობაში ერთადერთი ადმინისტრაცია, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს ვინ ხარ, რა წარსული ქონდა, როგორი იყავი,
ჩემთან კარგი ურთიერთობა, ჩემს ინტერესებში კარგი ურთიერთობა თუ გექნება, მე მზად ვარ შენთან ურთიერთობა მქონდეს. აი ასეთ მოცემულობაში მე უბრალოდ ვერ ვხედავ ძალიან ესე როგორ გამოვხატო ეს არ ვიცი, მაგრამ წარმოუდგენელია ის რომ ვერ შეძლო ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება ამ ეტაპზე. და მიზეზი რატომაც ეს ურთიერთობა არ უმჯობესდება. ჩემი აზრით არის ის, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა ამ ურთიერთობის ისე გაუმჯობესება, როგორც შეიძლება ის გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი, ახლა შეიძლება საქართველოს არ აქვს 5 მილიარდი დოლარი ამერიკული ტრაქტორების საყიდლად, როგორც უზბეკეთს აქვს, მაგრამ საქართველოს აქვს სხვა რესურსი, რომელიც შეუძლია ამერიკას შესთავაზოს, მაგრამ საქმე საბოლოო ჯამში ამას უდგება, რომ ღირებული საქართველოს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს ქართული ოცნების ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატები ვერ ხედავს ღირებულს ვერაფერს ამ ურთიერთობაში. და ამის გამო შეიძლება ასე ნელა თუ არ ვიცი როგორ ვითარდება ეს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი გვაქვს ეს, რომ ქვეყანაში ელჩი არ არის, სხვა საუბრო თემა, ურთიერთობა თეთრ სახლთან ხდება, არ ვიცი, იქნება ეს ლობისტური ურთიერთობების მეშვეობით თუ ღია წერილებით თუ რაიმე სხვა მეთოდით, რაც საჯაროდ არ ჩანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გაცხადებულ საჯარო პოლიტიკურ დონეზე მე არ მინახავს ის როგორ ვითარდება ეს ურთიერთობა და რა კეთდება იმისთვის, რომ ურთიერთობა გამოსწორდეს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმდენი კეთდება, რომ პროპაგანდისტვის რაღაცა საჩვენებელი იყოს, რომ აი პირობითად ვატიკანში ყაველაშვილმა ტრამპს ხელი დაუქნია. იქ ხო თუ როგორც იყო, იქ ვიღაცა გააგზავნეს დელეგაცია და კაცმა არ იცის იმან რა ჩამოიტანა იქიდან და მერე ის კაცი საერთოდ მოხსნეს ვიცე-პრემიერი რო იყო, ისა რა ქვია დავითაშვილი და ხო ნუ ანუ რაღაცა ეს მინიმალური რომელმაც შედეგი არ უნდა მოიტანოს გათვლა ეს არის და თავის ამომრჩეველთან სათქმელი უნდა კონდეს რომ მოიცადეთ რა მაცადეთ მე ყველასთან ყველაფერს ვალაგებ თუ რაღაც ეგეთი რა ნუ რეალურად ხო და ეხლა მით უმეტეს თუ ტრამპის დამოკიდებულება იცვლება უკრაინასთან და ზელენსკისთან მიმართებაში და მკვეთრად ანტირუსული ხდება ნუ პოლიტიკური განცხადებების დონეზე მაინც რაღაც საფუძველი აქვს პირობითად ყაველაშვილისგან იმის თქმას რომ ხო მადლობა შენი დროისთვის და მომავალ დღემდე ბედნიერ დამთავრებას გისურვებთ დისკუსიის დღეს და მომავალ შეხვედრამდე ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დროებით. კარგად. ხო, ია აიტიშა თამარა აქა. ბეკარაზეც იძახდა მე ახლა მინდა იმ კითხვას კიდევ ერთი პერსპექტივა დავამატო და მე მთლიანად თამარას მოусმინოთ. ანუ შემთხვევით ბრიუსელი ხო არ ასხამს პროპაგანდისტის გულზე წყალს და ხო არ ეხმარება იმით რომ მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს. გულისხმობ რომ ქართული ოცნების პროპაგანდა მათ შორის იმაზე მუშაობს მუდმივად რომ ეგენი უბრალოდ ბაქიბუქობენ, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, უბრალოდ გვემუქრებიან, ხალხო არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამაზე არის მთელი ეს აწყობილი. და სუსტი ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელიდან და ასე ვთქვათ, აღიარებული ჯობს ეს ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცნაირად ასხამს ჩემი თვალით და შენ როგორ ფიქრობ, ასხამს თუ არ ასხამს? რას გულისხმობ, ბრატი? ბრიუსელის აი ეს სუსტი ნაბიჯები ქართული ოცნების პროპაგანდაზე წყალს. რამე კონკრეტული ხო არ გინდოდა გითხრა? არა, არაფერი კონკრეტული, ზოგადად გულისხმობ რა, ამ შემთხვევაში რაც ვთქვი რა, რომ აი ქართული ოცნების პროპაგანდა მთლიანად აწყობილია იმაზე, რომ ხალხო არ ინერვიულოთ, ჩვენ ყველაფერს ვალაგებთ. ევროპა ჩვენ არაფერს არ გვიზამს, ჩვენ ევროპას ვჭირდებით. ეს უბრალოდ რიტორიკაა, არც უვიზო გაუქმდება, აგერ ასოცირებაც ხო მოგცეს, გვემუქრებოდნენ, მაგრამ მაინც კანდიდატის სტატუსი მოგცეს და აი ამას ხო არ ეხმარება, ასე ვთქვათ, ბრიუსელი.
ნახე რატი ალბათ შენს მოსაზრებას ორი მხარე აქვს თან კი თან არა ერთის მხრივ ეხა ფაქტი არის ხო რომ იყენებენ ძალიან კარგად სათავისო და მე მაგალითად მგონია რომ აი ამ ახალ პოლიტიკურ სეზონზე თუნდაც საქართველოს ასე დაწევა დღის წესრიგიდან და აი მე იცი რას ვაკვირდები რომ სათქმელიც აღარ აქვთ და ალბათ ერიდებიან განცხადებების კეთებას ზუსტად მაგიტომ რომ კიდევ ერთი მკაცრი განცხადება და შემდეგ რომელსაც შეიძლება არ მოყვას კონკრეტული ნაბიჯი გამოყენებული იქნება პროპაგანდის მიერ ეს ძალიან კარგად ესმით თუმცა მეორეს მხრივ აი გააჩნია რას ვეძახით კონკრეტულ ნაბიჯებს სწორედ ორბანის და ფიცოს გამო ვიცით რომ თარგეტირებული სანქციები რამდენიმეჯერ იყო წამოსული კომისიიდან კონკრეტულად კაია კალასის მიერ და ვერ იქნა კონსენსუსი მიღწეული. ასევე ჭირდება კონსენსუსი სხვა საკითხებსაც, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების რაღაცა ნაწილების გაჩერებას, რაც ყველაზე მარტივად მისაღებია გადაწყვეტილება, სწორედ ეს უვიზო მიმოსვლა და ამ მხრივ ევროკავშირს ძალიან ნათელი პოზიცია აქვს, რომ ამასაც სავარაუდოდ კი არა ისინი თვლიან რომ ქართული ოცნება გამოიყენებს ევროკავშირის წინააღმდეგ გარდა ამისა დაზარალდება საქართველოს მოსახლეობა და ზოგადად ევროკავშირშიც უკვე ღიად ამბობენ რომ ისინი ხედავენ რომ ქართული ოცნების მიზანიც არის ის რომ რეალურად ასე მოხდეს მერე დადანაშაულებული იყოს ევროკავშირი და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე რომ საერთოდ რაც გვინდა ესეთი ორგანიზაცია რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჯის ეს ფორმულირება ძალიან არასწორი არის რომ უვიზო შეჩერებდით ევროკავშირი დასჯის საქართველოს მოსახლეობას იმიტომ რომ უბრალოდ პირობებია შესასრულებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის ვისაც აქვს უვიზო მიმოსვლა და აქ არავის დასჯა არ არის და ალბათ ერთადერთი რაც ჩემი აზრით უფრო მკაფიოდ უნდა გაეკეთებინათ ეს იყო ქვეყნების მიერ ქვეყნების დონეზე თარგეტირებული პერსონალური სანქციები მაქსიმალური რაც შეიძლება გაკეთებულიყო ამ ვითარებაში ამის გაკეთება თუ შეეძლოთ. დანარჩენი ყველა პროექტი შეჩერებულია, დაფინანსება შეჩერებულია და აი მითხარი თქვათ შენ რას გულისხმობ, რას ელოდებოდი ევროკავშირისგან, რა წარმოგიდგენია რა ნაბიჯის გადადგმა შეუძლია და არ დგამს ევროკავშირი გარდა იმისა, რაც მე ჩამოვთვალე და ვიმსჯელოთ მაგაზე რამდენად რატომ არ დგამს ამ ნაბიჯს ევროკავშირს და ხელს უწყობს თუ არა აი ამ პროპაგანდას ამ შემთხვევაში ევროკავშირის ასე ვთქვათ რბილი მოქმედება. მე ცოტა უფრო პესიმისტურად ვხედავ ყველაფერს და ამ მსჯელობას ცოტა მერესთვის გადავდებ ახლა ბიჭებს. აი ერთ სიტყვას მეც ვიტყვი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო მიზანმიმართულად, ანუ მიზანმიმართულად ხდება ურთიერთობების გაფუჭება, დაზიანება ამ ურთიერთობების წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობების და ცოტა გვარიანად რო გადავახვიოთ უკან, გავიხსენოთ მაგალითად აი პირველი შეფასებები გინდა ნატოსი, გინდა ევროპის საბჭოში და ასე შემდეგ საქართველოსთან მიმართებით. რას გთხოვდნენ ისინი? ეს ერთ-ერთი პირველი ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს გეუბნებით შევარდნაძის პერიოდს გეუბნებით. რო დავაკაკუნეთ მას. დაკაკუნებამდეც და ანუ მუდმივად სასამართლო იყო აქილევსის ქუსლი საქართველოსთვის, მუდმივად რეკომენდაციას გვაძლევდნენ რომ ბიჭებო თქვენ ამას უნდა მიხედოთ. ამ საქმეს თუ კი გინდათ საერთოდ რაღაცა გააკეთოთ. არა მარტო ის რომ ჩვენთან მოხვიდეთ. არამედ ზოგადად რაღაცა გააკეთო და ეს სასამართლო რისთვის არის საჭირო ხო? როდესაც ორი ადამიანი დაობს, სამართლიანმა სასამართლომ უნდა ეს დავა გადაწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ფული აქ ვერ შემოვა. ხო, ანუ უცხოურ კაპიტალს ჭირდება დაცვა და დაცვის საუკეთესო მექანიზმი არის სასამართლო ინსტიტუცია, სასამართლო ხელისუფლება, ხო, რომელიც არის მიტაცებული და ეს არის ფაქტი, ხო? ახლა მეორე ყველაფერი გაჩერებულია, ანუ შენ კითხვაზე რომ ასე ვთქვათ, ამ პასი რო დაგიბრუნო, აბსოლუტურად ყველა დახმარება გაჩერებულია, ხო? ანუ როგორც ერთიანი, ასევე ცალკეული ქვეყნების მიერ. ყველა დახმარება, რომელიც მოდიოდა მილიონობით ევროსა და დოლარზე არის საუბარი, გადამისამართდა სომხეთზე.
მაშინ როდესაც საერთოდ არ იყო სომხეთზე საუბარი, ყველაფერი მოდიოდა აქ ძალიან ბევრ პროექტზე. ხო, მარტო უსაფრთხოების სექტორზე რო ვისაუბროთ, დიდი ბრიტანეთი ავიღოთ, დანია ავიღოთ, ნორვეგია ავიღოთ, სხვები ავიღოთ, ძალიან მსხვილი ინვესტიციები მოდიოდა ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენი საჯარო მოხელეების გადამზადება ყოფილიყო პროპაგანდასთან და დეзинფორმაციასთან ბრძოლა ყოფილიყო და რა მოხდა? სტრატკომს როგორ იყენებენ? ხო, უბრალოდ აი ეს სხვათა შორის ამაზე, როდესაც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და ვსაუბრობთ, ჩვენი საქმე ეს არის, ხო? სულ მახსენდება გაზეთი კომუნისტის, აი 70-იანი წლების გამოცემები, სადაც პირდაპირ იყო, აი ზუსტად ის მაგალითები, რასაც ცხინვალის სასამართლო საუბრობს დღეს, ან სადღაც სოხუმში, ან სადღაც რუსეთში ასამართლებენ და სამწუხაროდ ხედავთ უკვე თბილისის აბსურდული ბრალდებებით ასამართლებენ და ეს დაუზოგავად აბსოლუტურად, ხო, რომ რაღაცა უკვე აღარ ვიცით სად არის გაკვირვების ზღვარი, ანუ აქ ზღვარი არ არის. ასე რომ ეს არის ზუსტად ის ქართული სცენარი, ხო, ანუ რომელიც იმ სისტემის ნაწილია, თამარა რაზეც საუბრობდა, ანუ სისტემა ეს არის კლასიკური საბჭოთა სისტემა, კორუფციაზე დაფუძნებული, იაფი ფული, გაზულუქებული ხალხი, რომელიც რეალურად არ შრომობს, იმიტომ რომ შრომის ფასი იცის დასავლეთმა, იცის ევროპამ, იცის ევროკავშირმა, გეუბნება რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით გაქვს შესაძლებლობა რომ შენი მიიღო მეტი დოვლათი, ანუ შენს ჯიბეზე, ერთი მოქალაქის ჯიბეზე ეს ყველაფერი აისახოს, შენი პედაგოგი იყოს დაფასებული, ექიმი იყოს დაფასებული და მათ კონდეთ შესაბამისი კომპეტენცია და ასე შემდეგ და ჩვენ რა გვაქვს, ჩვენ მივიღეთ უამრავი შავი ხვრელი თითქმის ყველა ინსტიტუციაში მართლა რუდუნებით ნაშენებ რაღაცა ამას. სადაც თუ კი ადრე იყო საუბარი ელიტურ კორუფციაზე, ამ კორუფციაზე საუბარი არის ტოტალურად, ხო? ახლა და ვხედავთ რომ ყოველ დღე თავისივე გუნდის წევრებს აკავებენ უზარმაზარი თანხების მიტაცების ბრალდებით. აქ ხო ემაზე 1000-ებზე არ არის საუბარი, ხო? ძალიან დიდი ბოდიში გიორგი გაგაწყვეტინებ, რადგან თანხები ახსენე რა. ამაზე ვფიქრობდი. ანუ რო ავიღოთ 2012 წლამდე პერიოდი, უბრალოდ მარტივი რაღაც ჭეშმარიტებაა რა. მაშინ რა ხელა იყო ქვეყნის ბიუჯეტი და რა თანხების ნოპარვა შეიძლებოდა და რაღაც ეს ელიტური კორუფცია, კაი, რო იპარავდნენ ამდენ სიპარ. დღეს რომ შევხედოთ რამხელა თანხებზე, რამხელა განსხვავებაა მასშტაბში და გარდა ბიუჯეტისა სხვა შესაძლებლობები, რაც არის აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს, რაზეც ბევრი საუბრობს უკვე რომ აქ რაღაც ფულები მიდის, მოდის და ვიღაცები ამას მართავენ. ამას უნდა დაამატო, ბოდიში ახლა მე ჩაგეჭერი, აქ უნდა დაამატო. სულ ეგ იყო რაც მინდოდა მეთქვა. შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან წამოსული თანხების მონიტორინგი სრულად ხო არ ვიცით ჩვენ, ხო? ანუ ამ მონიტორინგს ვინაკეთებს, ეგეც არ ვიცით, ხო? ეს თანხები რაზე დაიხარჯა, ხო? ანუ ის რაც ვიცით და არაფერი არ ვიცით, იმიტომ რომ ყველაფერი დაგრიფული, ანუ გრიფი ადევს. ანუ ჩვენ არ ვიცით შესყიდვები რეალურად, რაღაცა n თანხაზე ზემოთ, არ ვიცით რას მოხმარდა, სად წავიდა და ამ ყველაფერს ემატება უკვე რაც შენ ახსენე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კორუფციით დაინტერესებული პირებისთვის გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა რომ ეშოვათ ძალიან დიდი ფული, ხო? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატარაა და არ აქვს უზარმაზარი ტერიტორია და ასე შემდეგ, ის პატარა გზებიც კი საკმარისია, აი ამ რამდენიმე ათეული ადამიანის. უფრო არ ყვირის პატარა გზები სამაგიეროდ და? ნუ არ ყვირის შეიძლება ისე მასშტაბურად, მაგრამ მასშტაბურად ყველაფერი ჩანს, ხო? აი ეს. ჩემი აზრით, ეგ ხალხიც, ვისაც ახლა დაერიან, არიან პოლიტიკური პატიმრები. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკური პატიმრობა არ გულისხმობს თავისთავად მოსა დანაშაული არ გაჩადილი. მათ აქვს დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ახლა მათი დაჭერა ჩვეულებრივი პოლიტიკური პატიმრები არიან, იმიტომ რომ მათ იჭერენ პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე. მე ასე. და როგორც გითხარ, ცოტა ესეთ მე უფრო სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სკეპტიციზმი და რეალობაზეა დაფუძნებული შემოთავაზე. დასვავ ერთი პასაჟიც პატარა რა. ანუ აქ უკვე გამოჩნდნენ დაინტერესებული პირები, რომლებსაც საქართველოსდან ალკოჰოლური და სხვა დანიშნულების პროდუქცია გაქონდათ რუსეთის ტერიტორიაზე და იქ რუსეთში ვიღაცა ლუბიანკაზე ან წითელ მოედანზე მფარველობდა ამ ბიზნესს და შესაბამისად ეს თანხები რაღაცნაირად მოძრაობდა, ხო? ანუ შავ თანხებზე არის აქ საუბარი და არ არის ღია დასავლურ პროდუქტად ასახებდნენ. ხო, თითქოს და აქ კიდე უამრავი რაღაცა არის დეტალი, რაზეც ღირს საუბარი ნამდვილად
ქართული სცენარი ეს არის რაღაცა ისეთი ჰიბრიდული წარმონაქმნი, სადაც მღვრიე წყალში მეტი თევზის დაჭერის შანსი ეძლევათ ვიღაცეებს. კი ბატონო. მაგ ყველაფრიდან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს ქართული სცენარი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. ეს არ არის რაღაცა წინასწარი შიშები და თავის დაზღვევა. ევროკავშირს აღარ სჭირდება ახალი ტრუასხენი, მას ყავს იქ უკვე ურბანის და ფიცოს სახით ეს ტრუასხენი და შესაბამისად კიდევ ერთი ასეთი არ სჭირდება, ამიტომ იმაზე მეტად ფრთხილები არიან, ვიდრე წინა შემთხვევებში იყვნენ. ჩემი აზრით და გამიხარდება თუ ცდები, ევროკავშირმა უკვე თავის თავში მორალურად გადაწყვიტა, რომ საქართველოს ევროკავშირი დაკარგა. და მათთვის უკვე ეს ამბავი რკინისფარდა უკვე ჩამოშვებულია და ჩვენ უკვე ვართ რკინისფარდის აქეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ბიუროკრატების რიტორიკაში ჯერ არ ისმის, მათ იგივე აი ამ ქართული სცენარის გაჟღერება, ეს ჩემთვის მაგას ნიშნავს უკვე, რომ მათთვის უკვე რკინის აქეთ ვართ, მაგრამ ერთადერთი, რასაც ეს ვთქვათ, მივაღწიეთ ამ ყველაფერში, არის ის, რასაც მიაღწიეს ბალტიის ქვეყნებმა პირველ ოკუპაციამდე. ანუ ჩემი აზრით ეხლა ჩვენ მაქსიმუმი რაც შეგვიძლია მივიღოთ არის ის რომ კი რკინის აქეთ ვართ, მაგრამ de facto ამას არავინ არ აღიარებს, როგორც თავის დროზე ბალტებს არ აღიარებდნენ. de facto ჩვენ ასე ვთქვათ დამოუკიდებლები ვართ, კი და de jure მათი გადმოსახედიდან უვიზოს შენარჩუნებას მათ შორის ეგ სცენარი იქნება, რომ ჩვენ დაგვიტოვონ შანსი, რომ ცივილიზაციურ დონეზე მოქალაქეები არ მოუწყდეთ იმას, რაც გვეკუთვნის, ანუ ის საიდანაც ვართ, ჩვენი ევროპული წარსულის რო არ მოუწყდეთ, აი ეს ფესვები რო არ დავკარგოთ, უვიზოს შეგვინარჩუნებენ, ალბათ რომ აი ეს მოქალაქეების დონეზე მიმოსვლა და მიმოცვლა გქონდეს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით რკინის ფარდის აქეთ და ღმერთმა უკნას, თუ უკრაინაზეც გავიდა ეს რკინის ფარდა, მაშინ უნდა დაველოდოთ აი იმ შემდეგ გადალაგებას, როდესაც იმპერია კიდევ ერთხელ ჩამოირღვევა და ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ისტორია ამას გვასწავლებს, რომ იმპერიები იქნებიან, მერე ირღვევიან. და აი მაშინ უკვე თუმცა ეს უფრო მალე მოხდება ეს იმპერიის ხვევა, ვიდრე საბჭოთა კავშირის ხვევა იყო და მაშინ უკვე როდესაც ეგ მოხდება, საქართველოს მაშინ აღმოჩნდება მზად, რომ როგორც 90-იანებში ბალტებმა გაასწრეს, ეგრე გავასწროთ, იმიტომ რომ აქ იქნება თაობა, რომელსაც აქვს თავისი ხელით ნანახი სახელმწიფოს შექმნა, დამოუკიდებელი არსებობის გამოცდილება და როგორც ბალტებმა 90-იანებში გაასწრეს, აი ეგრე გავასწრეთ ჩვენც მერე. ჩემი გადმოსახედი ასეთი არის, ეს განცდების უმქონდა და სულ ცოტა ხნის წინ აქციაზე ჩემს ერთ-ერთ უფროს მეგობართან ლაპარაკის დროს, აი ამ რაღაცა სცენარზე, ასე ვთქვათ, შევთანხმდით, არ ვიცი იმას სულ თუ რა ხმა მოგდა დავასახელო, ამიტომ არ ვამბობ სახელს დაგვარს. ეს არ არის მარტო ჩემი მოსაზრება, სხვა რაღაცა მსჯელობაში აქამდე მივედით და გიზიარებთ თქვენს და როგორ ხედავთ რამდენად ანუ პესიმისტი ვარ თუ რეალისტი, ასე რომ ვთქვათ. იცი რა, ეხა რო გისმენრატი, სულ თავში მიტრიალებს ფრაზა, ხო, ან წარსულში მოხსენიებაზე რადგან ვაპარაკობთ რა და აი საქართველოს იყო თუ რაღაც ეგეთი, ხო? ტრამპის განცხადება გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ბუშის დროს რუსეთმა წაიღო საქართველო, ობამას დროს წაიღო ყირიმი. ანუ არ ვიცი თქვენ ამდენად მოხვდათ ეს ყურში და ალბათ ესე არის, აქ იყო ნახსენები საქართველოს უკვე წარსულ ფორმაში. ანუ ტრამპისთვის ეგ იყო უკვე ჩავლილი მატარებელი რა, ასე ვთქვათ და ესე განიხილავდა, ნუ ესე თქვა და ეს შემთხვევით არ უთქვამს ალბათ, ხო? ანუ რაღაც მომენტში როცა გამოსვლა გაქვს, რა სპიჩიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, რაღაცა კარნახობს ამას, შენი შინაგანი განწყობა კარნახობს ამას და ნუ ამას ემატება უკვე ეს რაც ხო, ნუ ევროკავშირზე ხო, შენ მსჯელობაში ანუ მოყვები იმ გაგებით რომ მე ხო ცოტა მეტად ოპტიმისტი ვარ რა ნაწილშიც, რომ სულ მინდა რომ რაღაცა ძალიან სწრაფად შეიცვალოს და ჯერ კიდევ ვარ იმ რელსზე რომ რაღაცა ბოროტზე უნდა გაიმარჯოს კეთილმა, ანუ მე სულ ეს ვარ მომართული, ანუ და მინდა რომ რაღაცები ანუ სწრაფად და ხელშესახები იყოს და ეს ძალიან ლოგიკური ალბათ რომ ყველას ეს გვინდა. მე მგონია ამ პროცესში რომ სწორედ ხალხის რეაქციებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს ძალიან ლოგიკური ამბავი არის რა. თუ ხედავენ ისინი რომ კი ჩვენ ვამბობთ ამას
რომ პროტესტი არის უწყვეტი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმასაც და ესაც რეალობა არის და უნდა ვთქვათ, რომ რაც იყო რაოდენობა სიტყვაზე ნოემბერში და დეკემბერში, ის იმ ხალხის ნაწილის და შევხვედრი ვარ მე ასეთ ადამიანებს, რომლებიც აი ცოტა ესე ნიჰილიზმში არიან და არ არიან აქტიურად ჩართული პროცესში, ანუ რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ ანუ აი შედეგი არა აქვს თუ რაღაც ეგეთი რა. ანუ მე ესე ვუყურებ ევროკავშირის მხრიდანაც, შეერთებული შტატების მხრიდანაც, ანუ მათ ჭირდებათ დასაყრდენი, რომ რაღაცაზე თქვან, რომ აი ხალხი ამას აკეთებს, ხალხს ეს უნდა და მე თუ რამე წაახალისებს ჩემი აზრით პროცესს, რომ იქიდანაც რაღაცა შემხედრი ნაბიჯები იყოს, ალბათ ეგ იქნება, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. საბოლოოდ ჩვენი გასაკეთებელი არის ჩვენი გასაკეთებელი რა, ეს არის და ეს. აი ამის თქმა მინდა ამ ნაწილს თორე ხო, ნუ თუ ისე ბევრი აი ეს ქოცური პროპაგანდიდან შემოხვდა, რომ ეგრე იმასაც ხვდებიან, სირიის პრეზიდენტსაც ხვდებიან თუ რაღაც ეგეთი ახსენეს, ხო? სირიის პრეზიდენტს ხვდებიან, იქ აბსოლუტურად სხვა კონტექსტი არის რა, ანუ ტიპი მოვიდა და ბაშარ ალ-ასადი გადააგდო და დღესაც ქონდა მე მგონი რაღაც შეხვედრები მაღალი თანამდებობის პირებთან ევროპაში. ამ ალ-შაბაბს, ხო? ანუ იქ სულ სხვა კონტექსტი არის და შენ სულ სხვაგან ხარ, შენ კანდიდატი ქვეყანა ხარ, უბიზო რეჟიმი გაქვს და დღეს და ხვალ უკვე ევროკავშირში უნდა შესულიყავი. აქედან გამომდინარე, ანუ ხო, იმას ვამბობ, რომ თუ არ იქნება აქედან ჩვენი საზოგადოების რეაგირება, ხო, ალბათ რაღაცა ფორმას საბოლოოდ მიიღებს ეს ყველაფერი, რაღაცა ნაცრისფერი უფერული დარჩება, გაურკვეველი სტატუსის, გააქვს შენ კანდიდატი, არ გაქვს, არ ვიცი, ეგ კიდე ტექნიკური. ჩვენ ვიცით ჩვენი მეზობლებსაც დიდი ხანია. პესიმიზმში წახვედი. არა, ეს რეალიზმია, ანუ მე ვამბობ იმას, რომ თუ საზოგადოებას არ ექნება რეაგირება და თუ პროპაგანდა მოიგებს, თუ ხალხმა გადაწყვიტა, რომ არაფერი არ იცვლება და ხო, კაი დაალაგებენ თუ არ დაალაგებენ, რა ვიცი მე როგორ იქნება, ამ შემთხვევაში ხო, ეგ რეალობა დადგება. შეიძლება საბოლოოდ ხელი არ გაგიშვან და ალბათ არ გაგიშვებენ ამ ხელაშრომას წყალში არ ჩაყრიან, მაგრამ ნუ რაღაცა შედეგი დადგება და ეგ იქნება რა, ანუ არც წინ წავა, არც უკან დიწევა. მეგობრებო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის აქამდე წელი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველი მიმართვა დეპუტატების წინაშე, რომელიც ახალ პოლიტიკურ სეზონზე იყო და ყველამ კარგად იცით, რომ კომისია აძლევს სწორედ საბჭოს რეკომენდაციას ქვეყანა წინ წავიდეს და იწყოს თავების გახსნა, სკრინინგი და ასე შემდეგ, ანუ ევროინტეგრაციის გზაზე, მან შემდეგი გაფართოვების ქვეყნებად, რომელიც მოიაზრება 2030-ში, დაასახელა უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები და საერთოდ საქართველო არც უხსენებია. ანუ ამით რატის შემიძლია დავეთანხმო, რომ ევროსტრუქტურების შიგნით, ანუ სავარაუდოდ აღარ მოვიაზრებით ყოველ შემთხვევაში 2030-ის გაფართოვებაში. და მარტაკოს ახლა აქვს ვიზიტი გაფართოების ქვეყნებში და საქართველოს საერთოდ არ არის ნახსენები ამ ვიზიტის ფარგლებში, ანუ არც ჩავა, არც კაია კალასი არ ყოფილა საქართველოში ჩამოსული და ანუ შემდგარი ფაქტივით გამოდის ის, რომ ჩვენ უკვე მოვწყდით ამ შემდეგი გაფართოების ტალღას და თქვენ თვითონაც ახსენეთ, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთს 10 წლეულებია კანდიდატის სტატუსი აქვს და აქვს მხოლოდ ასე ვირტუალურად. და ალბათ ქართული ოცნებისთვის ყველაზე კარგი და სასურველი სწორედ ეს არის, რომ კი ვითომ ვართ აი იმ ნაწილისთვის ბექა, ვიზეთ შენ საუბრობდი, რომ როგორ არა ჩვენ ევროპაში მივდივართ, აი კანდიდატის სტატუსი გვაქვს, მაგრამ რეალობაში არცად არ მივდივართ. ევროკავშირისთვისაც აღარ მოვიაზრებით 2030-ში გაფართოების ტალღაში, თუმცა იმაშიც გეთანხმებით, რომ ბოლომდე ნამდვილად არ გაგვიშვებენ ხელს, იმიტომ რომ ამდენი რაღაც ჩადეს და თან გამოკითხვებითაც, თუნდაც ევროკავშირის გამოკითხვებით ხედავენ, რომ მოსახლეობის უმეტესობას უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, არ ვიცი რატი შენი მოსაზრება, რომ მაინც დაგვიტოვებენ, ნახე აქ როგორ არის, მაშინ ამ შემთხვევაში ისინი თავიანთ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებიან. უკვე ბოლო ანგარიში უკვე საქართველოს არაერთი დარღვევა ჰქონდა, რაც გახდა ბაზა იმისთვის, რომ გამოეგზავნათ მოთხოვნები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და არათუ რამე გააკეთეს იქედან. შემდეგ ანგარიში, რომელიც წლის ბოლოს იქნება, ალბათ კიდევ უფრო მეტი დაემატება
შეუსრულებელი და ამ მხრივ, როგორც კაია კალასმა თქვა, დგება ევროკავშირის სანდოობის საკითხი და საერთოდ მაშინ რატომ აქვს წესები ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლისთვის შესასრულებელი. მაშინ ვისაც მოუნდება მიცემენ და არაფერზე არ ექნება იმ ქვეყანას შესასრულებელი. ანუ აქაც ევროკავშირის თვითონ დგება ძალიან ისეთ დილემის წინაშეც და სწორედ ეს არის ჩემი აზრით ქართული სცენარი, რომ ამ ჰიბრიდულად ისე მოხდა ქვეყნის აბსოლუტურად ქვეყნის ვექტორის შეცვლა, რომ ევროკავშირის ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, როცა კარი გააღო და გიწევს და ყველანაირად ჩვენთან მოდის და იმდენად ყველაფერი დაარღვიე, რომ კარი დაგიხუროს და საერთოდ ჩაირაზოს შენგან, როცა თან ხედავს რომ მოსახლეობა უნდა შენთან ამ დროს თავის მოსახლეობასთან ხომ უნდა თქვას რომ რისთვის არის მაშინ ეს წესები და ფასეულობები მასე სხვების მოითხოვენ უვიზო რეჟიმს რა დააშავა ტაჯიკეთმა რა დააშავა უზბეკეთმა არ უნდათ ამ ქვეყნებსაც რომ უვიზოთ იარონ ევროკავშირში აი ნახეთ ძალიან ისეთი დილემის წინაშე დგას და რეალურად დღეს საქართველოს მართლაც არ არის კარგ მდგომარეობაში და ბექას დავეთანხმები რომ ალბათ ყველაზე დიდი ბიძგი ევროკავშირისთვის იქნებოდა რომ ხელისუფლების სწრაფი ცვლა მარტივი არის. ანუ 20-30-მდე ბევრი დროა ხელისუფლება შეიცვალა და ეს ყველაფერი ისევ რელსებზე მაგრამ მანდ ნახე რატი მანდ დგება ნდობის საკითხი, რაზეც გიორგი მისაუბრა. იმდენად გატეხილი აქვს უკვე საქართველოს სახელი, რომ ძალიან რთული იქნება ნდობის მოპოვება. ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც თავარი რაც უნდა გაკეთდეს არის ამ სანდოობის ნდობის მოპოვება, რომ შენ სიტყვას ფასი აქვს, რომ დღეს რომ თქვი, იმას გააკეთებ და არა ის რომ გეტყვი პირში ერთ რაღაცას შეკპირდები და მე აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ შემოატრიალებ და არათუ შემოატრიალებ პირიქით შენ და გადანაშაულებ რომ შენ ერევი ჩემი ქვეყნის შიდა საქმეში და რო საერთოდ საქართველოს თურმე ასტრალშია დემოკრატიის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ყველაფრის მხრივ და ევროკავშირი თურმე გჯის იმიტომ რომ უნდა რომ ხელისუფლება შეიცვალოს რასაც ძალიან ბევრი ადამიანი უჯერებს ჩვენ და სამწუხაროდ, ხო? მადლობა თამარ, მეც ვიტყვი და პრინციპში წავიდეთ ძალიან ბევრი ლაპარაკი. ბოლო სიტყვა უნდა ვთქვათ, ხო, ესე. ანუ ეს არის ორი ფაქტორი, რაზეც ვისაუბრეთ და რომ შევაჯამოთ, ხო, და ბოლო სიტყვა ვთქვათ ნამდვილად, ერთი არის ნდობა და მეორე არის დრო. ორივე გვაქვს დაკარგული და ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ნდობა, ანუ თითქმის ყველასთან ყველანაირი ხიდი ჩანგრეულია. და დრო ამ ხიდების აღდგენას ძალიან ბევრი დაჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციური გადატრიალება პრაქტიკულად სახეზეა, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც იცავდნენ კონსტიტუციის 78 მუხლს, არიან საჯარო ინსტიტუციების მიღმა დარჩენილი, სასამართლოს თემაზე ვისაუბრეთ, რომ პრობლემა არის და ანუ შესაბამისად ამას დაჭირდება უზარმაზარი დრო და რესურსი იმისთვის, რომ ეს გარკვეული ხიდები აღდგეს. და ერთი პასაჟი ისტორიული, რომელიც უფრო ნეგატიურია ვიდრე პოზიტიური, ეს არის პირველი რესპუბლიკა. გავიხსენოთ კავშირები ევროპასთან პირველ რესპუბლიკას როგორი ჰქონდა, როგორი აქტიური იყვნენ განსაკუთრებით გერმანიასთან, საფრანგეთთან მიმართებით, როგორი აქტიური ქალბატონები იყვნენ, მართლა აქტივისტები და ასე შემდეგ. როგორი ახალგაზრდობა იყო, როგორი სამხედრო ელიტა იყო, ხო? და რა მოხდა? 24 წლის მერე პრაქტიკულად ყველაფერი გაქრა და 24 წლიდან 37-მდე, ანუ 21-ს კიდე არ მომბობ, იმიტომ რომ 22-ში დამოუკიდებლობა აღნიშნეს, როგორი ცინიკური ამბავი იყო, ხო? ანუ ესეთი რაღაცა ეს ექოები გვაქვს, ხო? და 24-დან 37-მდე რამდენი წელი გავიდა? 13 წელი, ხო? 13 წელიწადში, ესეც როგორი სიმბოლური რაღაცა არის, 13 წელიწადში აბსოლუტური დეგრადაცია მოხდა, ხო? როცა წაგვართვეს მართლა ქართველობა, აი ეგ იყო, როცა ქართველობა წაგვართვეს. ხო, ასე რომ თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ბევრი იმპერიის შემადგენელი ყოფილვართ, ეს იმპერიები დანგრეულა, საქართველოს დამოუკიდებლობა აღუდგენია, ასე რომ მიუხედავად იმისა, ახლა ამ ეტაპზე რა დაგვემართება, ჩვენ ბოლოს მაინც თავისუფლები და დამოუკიდებლები ვიქნებით. თუ ამ წრეში ვერა, შემდეგ წრეში აუცილებლად, თუმცა ისევ რაღაც სადღეგრძელო არ გამოგვიდეს რომ მომავალი ჩვენია, ჩვენ გვაქვს დროც და რესურსიც მიუხედავად იმისა, რომ ნდობას დაკარგული გვაქვს დროც, რომ ეს გამოვასწოროთ და ამას სჭირდება სწრაფი რეაგირება.
კი ბატონო, ჩემი ამიტომ მეგობრები, ამიტომ უნდა იყვნენ ადამიანები კრიტიკულები, არ უნდა ენდონ ყველას და ყველაფერს, დასვან შეკითხვები, მოიძიონ ინფორმაცია, გააკეთონ შედარება, ნახონ გარშემო რა ხდება და თვითონ გააკეთონ სწორი დასკვნები, სად მიდის რეალურად დღეს ქვეყანა. კი ბატონო. ჩემი ბოლო სიტყვა ესეთი მარტივი იქნება. თუ გვინდა გვექნება რა. ეგ არის და ეგ. თუ გვინდა გვექნება აუცილებლად, ამიტომ რაღაცები პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შედეგი მივიღოთ. და იმ დრო გასულა ამას. ძალიან გაგვიგრძელდა კი. ხო, ნუ მე ისე დავამატებ იმას, რომ სწრაფად მინდა რაღაცები, მინდა რომ ჩემ ცხოვრებაში მოხდეს ეს ყველაფერი, მინდა რომ ჩვენი შვილები აღარ გქონდეთ ეს საბრძოლი. აღარ გქონდეთ ეს და ნუ მართლა ძალიან რაღაცა პატარა შემოვაწუნება გვინდა ყველას ჩვენ თავს რომ შემოულაწუნოთ რომ თვალები გავახილოთ რაღაცაზე რომ ეს ყველაფერი არის ბოლი, რაც ჩვენს გარშემო დააყენეს, ანუ ჩვენ თავს არ გულისხმობ ცხადია და ხო, მეტი კრიტიკული აზროვნება არის უბრალოდ საჭირო, მოქმედებაზე გადასვლა არის უბრალოდ საჭირო. კიდევ დავამატებ იმას, რომ ის ხალხი, ვინც ხვდება ამ ყველაფერს, ხვდებოდა ქუჩაში იყო და იბრძოდა და მე წავიდა და გადაწყვიტა რომ ქუდი დაიხუროს და აღარ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ ხალხიც გააქტიურდება ისევ, იმიტომ რომ ეგ ის კატეგორია, ვისაც არ ჭირდება შემოძახება, იცის გააზრებული აქვს და მანამდეც იყო ქუჩაში. ხო, ანუ ცოტა ისეთი აქტივისტივით გამომდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაც გაგებით აქტივისტებიც ვართ და თუ საჭირო გახდება ჯარისკაცებიც ვიქნებით და ამ წუთას ჟურნალისტები ვართ. ხო, ეგ არის და ეგ თუ გვინდა უნდა გავაკეთოთ რა. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა ამ ეტაპზე. მადლობა. ნახვამდის, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, საათნახევარი ისე გავიდა რომ ერთხელაც არ გვიხსენებია. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარებში აქტიურდეთ, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ეს ამნიშნელოვანია. მართლა კარგი შედეგი იყო ეს გამომწერები, რაც დავდეთ პირველ ვიდეოზე, ნახვებით და ასე გააგრძელეთ, ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.